Hello, მეგობრებო, როგორ ხარ? ძალიან კარგი საღამო გვაქვს. სალამ. მე მგონი არ მოგვესალმო გაქვს, მაგრამ წინ ისეთ რაღაცას ხედავ, მე მგონი გავიწუწებით ჩვენ ახლა. აჰა, ჯანტაბა. არა უშავს. ესე იყო სხვათა შორის წინა დღეებშიც. ვაიმე! გაგრილება თავის ფაში. აუ! აი ზურგზე გასხამს როგორ იცი? კიდე კაი არ გავრეცხე. კიდე კაი არ გავრეცხეთ ვაიკები, ხო? მოკლედ მეგობრებო, აი ესე რომ მეუნებით ხოლმე საწავიდეთო ახლო მანძილზე ისეთი თბილის გარეთ, პრინციპში რავი, რამდენად შეიძლება ჩათვალოთ თბილის გარეთ გასვლა, ამას დავარქვათ არ ვიცი, მაგრამ ავალთ ახლა მუხაწყარაში და ჩამოვალთ ნაფეტრებში. ხო და კიდევ იმასაც ითხოვდით, რომ გულო ჩემი თანა რაიდერი, რომელიც ჩემ ვიდეოებში ესე ხშირად არის, მისი ხმა გაგვაგონეო და აგე ბატონო გულო აქ არის. მე მგონი აქ არის, არ ვიცი, მიკროფონი და შეერთებული. გულო როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად. კატაობის ხასიათზე ვარ. ხო, აბა დღეშენ არ გიკატავია და იქნება. ეს საერთოდ ბაიკი არ დამიკopā. დაახლოებით 1 კვირაა ბაიკი არ გამომიყვანია და ეხლა რო დავჯექი ისეთ შეგრძნევ აქ, რომ მოტოციკლეთის წარება არ ვიცი თუ რაღაც მსგავსი შეგრძნება არ გქონია ხოლმე, აი გეუცხოება რა რაღაც ფონში რა. მაგრამ რო დაჯდები ეგრევე რო დაჯდები კი. აქ უნდა უხვიოთ ხო? კი. ჩემი აზრით გულო სადღაც დაგვემთხვევა მზის ჩასვლა წესით. და სხვათა შორის ნაფეტრებისკენ ადრე მაქვს ერთი ვიდეო, ზუსტად აღარ მახსოვს რომელი ვიდეო იყო, მაგრამ მე მგონი ჩემი ბაიკის განხილვა იყო და დამემთხვა ნაფეტრების მხარეს მზის ჩასვლა და ისეთი მაგარი იყო, წითელი, საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო სანსეტი იყო. ისე სხვათა შორის მოსახლეობის დასამუღებლად ეს გზა არც ისე ცუდი არაა. თავარი არის არ ეყაროს რა მიხრეშები რა. ჩემ ყველა ვიდეოში ხრეშებზე რო ვაზრობ ხოლმე დამუღებელი გაქვს. ყველაზე საშიშია და იმიტომ რა. მაგის სინოდო და წარე გამოცდილება აგი რამდენი ხანი ვიძახდი და იქეთ კაკრას რო ხრეშზე გასრიალდა და შესაბამისად არა მაქვს ისეთი პროსტა აჩემებული, ხო? ნუ ეხა ამაზე შეიძლება არ გასრიალდე. ისე რომ წაიქცე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი პატარა მონაკვეთიც კი საკმარისია, რომ ცოტა შეგაშინოს, ასე ვთქვათ. აჰა. ან გამოუცდელი თუა შეიძლება მაინც გამოუცდელი თუ ხარ, ხო? მანდაც შეიძლება მოცულდე. დრაგზე ვილაპარაკოთ. დრაგზე იყავი გამოსული. მე ვიყავი შენი ტექნიკოსი. კიდე გულშემატკივრებიც გყავდა და თითქოს პრინციპს სადაქალო იყავით გამოსული რა. საკატავთ იყავით დრაგზე გამოსული მეგობრები. აი გასართობის საშუალებაა სხვათა შორის დრაგი. კი. განვითარების საშუალებაც არის და ნუ განვითარების რა. თუმცა აი ეხა რატომღაც ჩვენთან უფრო მეტი მაყურებელი ყავს დრაგს რა. მაგრამ წრიული რბოლა რაც არის, რომელიც ანუ უფრო პროფესიონალურად ითვლება ჩემი აზრით, რადგან შენი აზრით არა, ზოგადად ეგრეა. ხო. ხა წრიულზე მე ეგრე ვერ გამოვალ. წრიულს უნდა ძალიან ბევრი შრომის ჩადება. ანუ დრაგს არ ჭირდება ამდენი წვალება. ანუ დრაგზე ჩვენთან ეხა მithumetes გოგოებში არ გვაქვს ეგ გამოცდილება რა. რა 1-2 დაისტარტე და გადი რა. ნუ რა თქმა უნდა, მეც რომ მეტი შრომა ჩამედო, ეხა შედეგით შესაბამისი იქნებოდა. კიდე ის თქო, ანუ დრაგი არის წრიული რბოლის ერთ-ერთი პატარა კომპონენტი რა. იმიტომ რომ დრაგზე უნდა იცოდე დასტარტვა და გადაშიფტვა რა სიჩქარეებში, ხო? და წრიულში პლუს ძალიან ბევრი რამე. ძალიან ბევრი რამე, ანუ წრიულშიც რო ისტარტები ხო იგივეს გადიხარ არა, იქაც იგივენაირად ისტარტები, სიჩქარეებში რთავ, ოღონდ დრაგზე სულ ზევით რთავ რა და წრიულზე დაუნშიფტიც გიწევს რა. მოსახვეებში შესვლა ბაიკის მოსახვეებში უიმე იმდენი რამე არის, მაგაზე ერთ ჩვენი საერთო კარგი მეგობარი მინდა ჩავწერო სხვათა შორის მე. რადგან ეხა იმის საშუალება გვაქვს რომ მიკროფონი არის, მეორეც, პრინციპში აქამდეც გქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვიფიქრე რომ ესეთი სეტაპი ამეწყო რა. შენი აზრით რატომ მოხდა ის, რომ მინიმუმ 6 მონაწილე უნდა ყოფილიყო დრაგზე და მსურველები
არ იყვნენ. უბრალოდ მსურველები არ იყვნენ და კვალიფიკაციასაც არ ქონდა აზრი დაჟე რა. რატო ხდება? როვერი კრიბებით 6 კი არა და ბევრი უნდა იყოთ ჩემი აზრით რა და მინიმუმი იყო 6 და ეგეც არ შეივსო. რაშია საქმე? თან გავამახვილოთ იმაზე ყურადღება, რომ ძალიან ბევრი გოგოები ვართ უკვე. მით უმეტეს 6 კლასში. მე ახლა იცი რა არის? მაღაზიაში ჩვენთანაც ხო ხედავ რომ თუ ადრე იყო რომ 10% იყო მხოლოდ გოგოების, ახლა 30 არის რა, 30% მომხმარებლების, რაც იმას ნიშნავს რომ გოგოებში უკვე ეს კულტურა ვითარდება რა. თლიანად ქვეყანაში ხო ვითარდება მოტოკულტურა, მაგრამ გოგოებში აშკარად არის რა. ბევრი გოგო მხვდება მეც ქუჩაში რო გამოვდიო. მე მყავს სანაცნობო, ანუ მარტო მე მყავს ძალიან დიდი სანაცნობო წრე გოგოების. ხო. მაგაზე დამწყდაგული, რომ ანუ ჩემი სანაცნობოდან მინიმუმ 10 კაცი უნდა შეკრებილიყო, რომ შემდგარიყო გოგოების კლასი. შენი აზრით ეს 10 ადამიანი რომელიც იცი თვითონ ანუ სკილებით იმ დონეზე არიან რომ ჩაულებრივად შეძლებდნენ თქვა დრაგზე გამოსვლას? ვიცი რა არის? მოდი ჩვენ პირდაპირ გავაგრძელოთ ბოდიში. პირდაპირ გავაგრძელოთ და მერე ჩავიდეთ ნაფეტროში, ცოტა გავიგრძელოთ გზას, ასე ვთქვათ. ყველაფერს სჭირდება ვარჯიში. ეხა თუ 600-იანით დადიხარ ქალაქში, თან თბილისის ქუჩებში. ხო? დრაგზე დასტარტვა სჭირდება ვარჯიში. ეს ვარჯიში ეზარებათ, თორე ეხა რო თქვა რომ დრო არ აქვს, ეგრე ყველა მუშაობს, არავის არ აქვს დრო. პროსტა რა ვიცი, რატომღაც არ ინდომებენ. თან რო თქვა რომ ჩვენთან მაღალი დონეა და აი მაგის გამო არ გამოდიან. დიდი კონკურენცია, ხო? უბრალოდ დიდი კონკურენცია რო იყოს. არ არის რეალურად კონკურენცია. პირიქით შევქმნათ ჩვენ. ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ კონკურენცია და მონაწილეები თუ არ იქნებიან, კონკურენციაც არ იქნება შესაბამისად. წინა დღეს ძალიან ბევრი ვიწვალეთ, რომ გოგოების კლასი შემდგარიყო. ანუ არ იქნებოდა ფიზიკურად გოგოების კლასი, მინიმუმ 6 მონაწილე თუ არ ვიქნებოდით და წარმოიდგინე 6 გოგო ვერ შევკრიბეთ, რომ გოგოების კლასი შემდგარიყო. თან ძალიან გულდასაწყვეტია, გვაქვს იმის შანსი, რომ ჩვენ გოგოები ცალკე კლასად გამოვიდეთ. თორემ უნდა გამოვსულიყავით ბიჭებთან ერთად. ნუ ბოლო გავაკეთეთ იმდენი, რომ გოგოების კლასი შედგა. თან ეხა პირველ ეტაპზე თუ არ შედგებოდა ჩვენი კლასი, უკვე მეორე ეტაპზე და მესამე ეტაპზე შანსი აღარ გვექნებოდა და მოკლედ მერეც უკვე ბიჭებთან ერთად მოგიწევდათ გამოსვლა. ხო, და ბიჭები კიდე ძალიან დიდ შრომას დებენ, ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს დებენ. აი მაგასაც მინდოდა შევხებოდი რა. აი რამდენად ზვირიანი სპორტია დრაგი. მოკლედ ჩემი წინა წლების გამოცდილება, ანუ წინა წელსაც გამოვდიოდი დრაგზე და გარდა იმისა რომ მოამზადო ბაიკი ისედაც ანუ როცა დადიხარ მომზადებელი ბაიკით ხო ისედაც არ უნდა იარო. აი მაგის გარდა კონკრეტულად დრაგისთვის აი რა უნდა გქონდეს მოტოციკლიც. ცეპლენი არის რომელიც უნდა გქონდეს სათადარიგოთ აი ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ არ იცი როდის დაგეწვება. მე შარშან დამეწვა ერთი ორიგინალი და კიდე ერთი ჩინური ამ ვარჯიშის დროს. ნუ მოკლედ ის ჩინური მაგარი ბანძი იყო და მაგ-პონჩი, მაგრამ ნუ ერთი სათადარიგო ცეპლენია უეჭველი უნდა გეგდოს რა. გედოს. კი ბატონო. ერთი ეგ, ნუ საბურავები ხო ეხა თავისთავად. რაზეც მე დამრაკესექმა. თან ეხა მაყურებელსაც უთხრათ ის რომ ცეპლენის ფირფიტების შეცვლა კონუსი ქართულად რო უწოდოთ მოდი ეს. ფირფიტების შეცვლა მარტო ფირფიტების შეცვლას არ მოიცავს რა. ჯერ ერთი მთლიანად კიტი სეტი რო იყიდო რა. მარტო აი ეს ფრიქციონები რასაც ეძახიან ეგ არ არის. კიდე რკინის ფრიქციონებია რომელიც ასევე წესით უნდა შეცვალო და რასაც ვერ გაექცევი ეს არის ის რომ ზეთი უეჭველი უნდა შეცვალო, იმიტომ რომ ის კონუსი რომელიც გაგიფუჭდათ ის რომ დაიწვა იმის ნამწვი არის უკვე ზეთში შერეული რა. რაც არ უნდა ახალი ზეთი გქონდეს, ის ზეთი მაინც უნდა გამოცვალო. ეს ერთი ზრავის ხუბს, გვერდითა ხუბს იმას ხო უნდა პრაკლად კარვიც ქართულად როგორ არის? საგები ალბათ ხო? ის საგები ხო უნდა ეგეც. ორიგინალს თუ არ დააყენებ ისიც თავის ტკივილია რა. და ეს ყველაფერი ძალიან ძვირიჭდება. ძალიან ძვირიჭდება. იაპონურ ბაიკებზე კიდე არა უშავს. კიდე არა უშავს, მაგრამ ძვირიჭდება მაინც. ძვირიჭდება, ანუ რომელი სპორტული აქტივობა არ ჯდება, ძვირი, ანუ ყველა ძვირიჭდება. ანუ თუ გვინდა ამ აქტივობაში მონაწილეობა, სამწუხაროდ ჩვენი ტრანსპორტი ისეთია, რომ
ბევრ ფინანსებს მოითხოვს რა, გინდა არ გინდა, მაინც სჭირდება, ყოველ თვე სჭირდება რაღაცა. ანუ ცვეთადი ნაწილები, ეხლა მე რო სეზონი დაიწყო, რამდენი დავახარჯე? მარტო ბაიქს, ანუ დრაგს რო არ შევეხოთ. ანუ ისედაც სჭირდება ძალიან ბევრი რაღაცა და ნუ დრაგისთვის ხო კიდე სათადარიგო ნაწილები უნდა გქონდეს. რა მაგის პასუხი და გზა როგორ მოგწონს? ჩვენ ბოლოს გახსოვს ზამთარში ვიყავით და გამოსული და აქამდე ვერ მოვედით, იმიტომ რომ მახსოვს, გზას რო არ ეთხოვოდა, საერთოდ რომ მოყინული იყო და ფეხი რო გადმოწია და რო ვეღარ გავჩერდი. იცი აქ რომელი კადრი უნდა ჩასვა? აი ის მონაკვეთი რო იყო შუა სრიალები. თუ იპოვე კადრი შეგაქვს? ხოჭა. სუტყვიდან რომ ზრიალებთ რა, მაგრამ მე ჰარლით ვიყავი, მე მგონი, ხო? არა ჩემ ბაიკით ვიყავი? მე ვიყავი. შენ იყავი ჰარლით, იმიტომ რომ გაგრას ეხლა ასაც საუბრობდით. ის იყო კონუსის ფირფიტები გქონდა, ისე დამწვარი, კი ბატონო. აი სად მივედით ხე. ჩვენ მაყურებელს უთხრათ, რომ აი ეს ადგილი დაიმახსოვრეთ, ეხლა ხომ მოდიოთ ელიქსა. აი ეგ არის ძალიან მაგარი საპიკნიკე ადგილი. ეხლა ტალახიანია, თორე შევიდოდი რა, მშრალ ამინჩი. ჩვეულებრივად სპორტ ბაიკით სტრიტითაც ჩვეულებრივად მიხვალთ, ცეცხლსაც დაანთებთ, თან შეშის წამოღება არ დაგჭირდებათ, იმიტომ რომ არის ძირს ყრია იმდენი ხე, რომ მოჭრაც არ მოგიწევს და არც არის სწორი. ხო და მშვენივრად გაერთობით და აქვე არის, 10 წუთის სავალზე არის ლისიდან დაახლოებით რა. შეგიძლიათ იცოდეთ. აი რეკომენდაციები ბაიკის გარეშე, რეკომენდაციები. ასე რომ შეგიძლიათ ვისაც დიდად მოტოციკლეტებზე არ გიждდებით, ისეთმა ხალხმაც გამოიწეროთ ჩემი არყი. თუ შემთხვევით დააჭირე, ეს შენ განცხრომაში ხარ, ხო? არა, კაია გადა. მოკლედ ჩემთან ისეთ ჩვევებს მიიღებთ ხოლმე, რომელიც აუცილებლად მოტოციკლეტზე გამოსადეგი შეიძლება არ იყოს, სხვა რაღაცაშიც გამოიყენოთ. ამიტომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, ფრატელოს მოტოს არხი და მე კიდე კაი ვიდეოებს არ მოგაკლებთ მეგობრებო. მალე უნდა ავიდეთ 2000 გამომწერზე. გულო, რას მეუბნებოდი იმ დღეს? არ გააკეთე 2000 გამომწერზე ის რასაც აპირებო? სანამ 2000 გამომწერზე ახვალ, აი ბოლო ერთის გამომწერი რო დაგაკლდება, მე გავიკეთებ unsubscribe-ს. ხო და გაგეწელება ეგ ამბავი შენ. და ამიტომ მეგობრებო, ის ერთიც რო დაინახავთ, რომ ის ერთი აკლია, ვიღაცა მიაკლიკეთ. ვისაც უნდა იმის ხილვა როგორ ათენებს ნოდო ღამეს სასაფლაოზე. ღამეს უბედურ სასაფლაოზე. ძალიან კაი გამომწერები ყავს. მე მაგრამ მივასება. აი 2000 გამოწერიც არ ყავს, მაგრამ აი როგორ აი მართლა ვამბობ რა, ხანდახან აი შენ ხო დავდივართ ხოლმე group ride-ში და მიწერენ ხოლმე რომ აი მეც მინდა რომ წამოვიდე თქვენთან ერთად და აი ერთი რა რაც არა შეიძლება ადრეც თქვი რა პროსტა უბრალოდ ძალიან მეშინია რომ მე ხო არ ვიცი იმ გამომწერების გამოცდილება რა მოტოციკლეთთან როგორ არიან ხო და მით უმეტეს აი თუნდაც ესეთ გზაზე რომ წავიყვანო ეხლა და წეღა რო აღნიშნე რომ გამოუცდელიო ხრეშზეც წაიქცევაო იმ ადგილას რა გავატაროთ ცი რა გააკეთე 2000 გამომწერზე ხო ეგ არის და 3000 გამომწერზე შენს გამომწერებთან ერთად მოაწყობ რაღაცა მოკლე group rides მეცაც გეტყვი რა 3000 გამომწერზე 3003-იანი კაი ციფრია 3000 გამომწერზე ფრატელო გაათამაშებს რაღაცებს გამომწერებისთვის რა აი უეჭველი აი აქვევდე პირობებს რა მინდა რომ კარგი საჩუქრები გავათამაშო რა აი რაღაც ისეთი გემრიელი რა შენც აღნიშნე რომ ძალიან ჯიგარი გამომწერები მყავს მაგრამ ხანდახან ახლა რო ვაკვირდები რა სულ ანალიტიკას უზივარ YouTube-ის როგორ კაც მინდა რომ განვითარდე და რო განვითარდე ერთ-ერთი საჭიროება მაგისთვის YouTube-ზე არის რომ ანალიტიკას უყურო რა ხდება ანუ სად გიჭირს როდის რა უნდა გააკეთო რა და უყურებ ხოლმე რომ ხანდახან დისლაიქები მაქვს ხოლმე რა ბაზარი არაა რა მე ანუ დისლაიქ მეც დამიწერია მე მგონი არ მახსენდება ეხლა მაგრამ როცა ადამიანი დისლაიქს მიწერს მინდა რომ კომენტარიც დამიწეროს იმიტომ მინდა რომ ანუ რა არ მოგეწონა უნდა ვიცოდე რა მინდა
უნდა რომ გამოვასწორო. იქნებ გავითვალისწინე ხა. ყველაფერს ვერ გავითვალისწინებ, მაგრამ იქნებ გავითვალისწინო და შემდეგისთვის უკეთესად გამოვასწორო რა. მალე მინდა ეხა პირველ რიგში რომ 2000 გაქვს. პირიქით, კარგია, განვითარებისთვის კარგია. ითვალისწინებ რა ამ შენიშვნებს. აუ რა კარგი არის, აი ნახე რა. ვარ გავითკბა გზა. წავიდეთ ვიაროთ, მე ვიცი რა შეიძლება გზა. ეგრე ვიყავით. ერთხელ ვიყავით მე და სუპერსკინი რა ამ გზაზე და ზუსტად ეხლა ეგ გამახსენდა და გაგვიტკბა თქო რომ ჩვენ ხო აი რომ დავიწყებთ ხოლმე ჩავერთვებით მე აღარ ჩერდები და მენატრება ეგ კაცი ძალიან დამეკარგა. მე კი არა YouTube-საც დაეკარგა, მე მგონი ძალიან იშვიათად ჩდება ხოლმე და მასევე მიმართავ მაყურებლებს, რომ დამიწერეთ კომენტარში, რომ შენ და სკინი ერთად გადაიღეთ ვიდეო, იმიტომ რომ მოგენატრა თქვენი ერთად. იმიტომ რომ მე და სკინის ბევრჯერ გვაქვს ერთად გადაღებული ვიდეოები, მაგრამ ყოველთვის აღარ მახსოვს. ისე მივეჩვიე group ride-ებში უკვე ორ კაცსაც გულისხმობ, იმიტომ რომ მარტო არ ხარ რა, ისე მივეჩვიე group ride-ებში, მარტო გამოსვლა არ მინდა. ეხლა ნახეთ თუ ჩავფრავდი და 2000 გამოწერზე, თქვენ სულ წაგიყვანეთ და დაგტოვეთ სასაფლაოზე. ჩვენ რაღაც გვერდში. სიო, აი აქ ჩერდება, არა, აქ არ ჩერდება, მაგრამ ცოტა წინ ჩერდება გზაში. თუ გინდა მოვუტრიალდეთ, რადგან საწვავი არ გვაქვს. აი, მოვუტრიალდეთ, კაია. დაიცადე, არ წახვიდე. აჰა. გვირილები. დავკრიფოთ? ხო, მე ვიყიდე ამას წინათ და ეხლა მე თვითონ დავკრიფო. მარტივი გამოსავალი ვნახე ხო? ეხლა მას გადავჭირდა. მოიცა, მე რა მაქვს? მოიცა აქ ის არის. აი, სულ მინდოდა რაღაცაში გავუმეყენებინა ეს. ვა. ეს არ გადაჭრო ყოველი. აჰა. ეს თქვენ. ეხლა ზე როგორც კი ჩავა, ეგრევე გრილდება აქეთ. აი ხა სულ გორაობით უნდა ვიარო საწოვმა რომ გამიკაჩოს. მაგრამ არ მითებს, რატო უპანიკიო რომ არ ვიცი. მე მიჩვენებს რომ არის ჯერ. მე ხარ ბაქეგ მაჩვენებელი. შეიძლება მაგრამ. იაპონური ბაიკები. აუ. გულო, ახალი ბაიკი გვინდა მეც და შენც. შენ რა ბაიკი გინდა? მე ჩემი ბაიკი სულ მაგას ვიზახი ხოლმე, არც კი ვიფიქრებდი რომ გავყიდო თქო იმ დონემდე მიყვარს ძალიან, მაგრამ პროსტა წლები გავიდა. კი, უკვე მეორე წელია დავდივარ შეუჩერებლი. მე კიდე აი ზაფხული. ჩემო მაყურებელმა იცი რაც დავიწყე YouTube-ის კეთება, სულ ეს ბაიკი მყავს რა. რაღაცნაირად ისე დაემთხვა რა და ადრე უფრო ხშირად ვიცვლიდი მოტოციკლეტებს რა და ეხლა 4 წელია მყავს უკვე ეს მოტოციკლეტი, განარა მეჭირს. მოგბეზდა ხოლმე ძალიან კაი ბაიკი. ხო, მომბეზდასაც ვერ ვამბობ იცი, იმიტომ რომ აი რაღაც სხვა ბაიკზე რომ დავჯდები ხოლმე, მე ვხვდები რომ უპირობო სიყვარული მაკავშირებს ამ მოტოციკლეტთან რა, რაღაცნაირად ვერ ველევი თან. თან ეს შეცდომებს პატიობს, ეგრე არ ვიცი სხვა მოტოციკლეტი თუ მოპატიოს, თუმცა სხვა მოტოციკლეტებზე გამოცდილება მაქვს და არ უპატიებია და მაგიტომაც ვარ ნახევარ ფეხი აწყობილი და ასე შემდეგ. საბედნიეროდ არ მაქვს მსგავსი გამოცდილება და აი მე ერთმან ოქნას რა ვერტმა გაშოროს. და რა მოტოციკლეტს უმიზნებ? თუ შეიძლება რო გითხრა, თანხრეშსაც ავარიდოთ. ნუ ვიცი რომ 616 არ იქნება. რატო ხარ 616-ზე Kawasaki ZX 616-ს გულისხმობ? რატო ხარ ეგრე განწყობილი მაგ ბაიკის მიმართ? თქვა. თქვი, რა თქმა უნდა. ყველას ეკავს? აჰა, რატომ ხარ საქართველოში? აუ!
საქართველოს რა ხელაზე იყო ხე იყო თუ აუ მოსახვევში ძალიან ცუდი ხრეშებია აქეთ ხარეს ანუ მარჯვენა მხარე ძალიან ხრეშიანი ხო საითაც არის დახრილი იქით ხარეს ხო ანუ საქართველოში რატომღაც მიღებულია რომ ყველას ZX 626 უნდა ყავდეს გავიგე რომ ძალიან გამძლე ბაიკია ძალიან გამძლე არის რეალურად და ძვირი არღის მაგის ნაწლები თანაც და აქედან გამომდინარე არის და ძალიან სწრაფია. მოდი ესე ვთქვათ, რომ მაგისი ერთადერთი კონკურენტი ჩემი აზრით იყო Daytona 660 ავი ნუ 600-იან კლასში გადის ეგეც. Daytona იყო ერთადერთი 675, მაგრამ იყო იმიტომ ამბობ, რომ ახლანდელი Daytona რაც გამოდის 660 რეალურად სპორტ ბაიკიც აღარ არის უფრო Ninja 650-ის კლასის ცოტა ჯობია რაღაცებით რა 3 ცილინდრი რო აქვს მაგით ჯობია ამოტრიალებული ვილკები რო არა აქვს წინ ამორტიზატორები 650-ისგან განსხვავებით მაგით ჯობია თუმცა ამაზე ბევრი რო არ ვილაპარაკო ახლა ცოტა ხანში მე შემოგთავაზეთ 24-იანი Daytona 660-ის განხილვას და იქ ვილაპარაკებ მაგაზე ვრცლად. დღეს ახლა მაგაზე არ ვილაპარაკებ, შორს რო არ წავიდეთ. ყველაზე სწრაფი 600-იანი ამ ეტაპზე არის 626. მე რო ამის სისტემა მოფილებს ერთადერთი ანუ ახალი ბაიკი იმიტომ გინდა რომ უბრალოდ ახალი ბაიკი გინდა და არა იმიტომ რომ ამის უკმაყოფილო ხარ ისე ვარ მეც ხო და მაშინ რას განიხილავ მაგალითად ისევ იაპონიის კენტრიალე ალბათობით ისევ ჯიქსერს ვერ შეგამჩნია მე კი არა შენ ვერ შეგამჩნია და მე მგონი ახლა სწავლობ სტარებას მაპატიე თუ ესე არა, მაგრამ აშკარად არ გვიყურებდა სარკეში. აუ, ნახე მარჯვნივ რა. ძალიან ლამაზია, ეხლა აქედან ნაფეტრებში რო დავეშვებით, იქნება უმაგრესი. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ტრანსპორტ ზოგადად ვერ ელევა რა. ან შეიძლება ის კონკრეტული ტრანსპორტი გაყიდოს, მაგრამ ისეც ყიდულობს, ოღონდ უფრო ახალ მოდელს. აი ეს რაღაცნაირად ახალი რაღაც გასინჯის მუღამი არ გაქვს. კი, აი, გას ვიძახი ხოლმე, აი ნილოს ბაიკი. Daytona-ს ვეღარ იყიდი. ხო და მაგას ვიძახი, ძალიან მომწონს, კარგი ბაიკია, მაგრამ იშვიათია რომ დაიდოს და თუ დაიდება კიდე, რავი, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ხოლმე და ამიტომ, ნუ სპორტი რო უნდა იყოს, მაგაზე მეორე აზრი არ არსებობს, ანუ სტრიტი არ მინდა. სტრიტს არ განიხილავ. არა. ალბათ ისევ ჯიქსერს არ ვიცი, აი სხვა ალტერნატივა ახალ CBR-ზე რა სიტყვი? მაინც ჩემი ჯიქსერი მინდა და რა გავაკეთო? კაი. მაშინ მე გეტყვი რა, მე რაც მინდა. პირველი ყველაზე მეტად რაც მინდა არის Speed Triple 1200. ერთი დევს ძალიან დიდი ხანია. აი ერთი ცალი დევს, რომელიც საერთოდ არა ჩარნიშნული და არაფერი. მეტი არ დევს საერთოდ რა. სავარაუდოდ მილიონად გაიყიდა ეგ ერთი ძალი. როცა გამოვა აუქციონზე. ორი სტრიტი გინდა ხო? კი. მაგრამ ნახე ძალიან მომწონს S1000 RR რა და S1000-იც BMW S1000 RR-ის გარეშე რა ანუ მაგის street ვერსია რა პროსტა ეგ არის რომ 1000-იანი არ მინდა რა ვერ გამოვიყენებ მუდმივად გადავადგილდები თბილისში აი დილიდან საღამომდე და მუდმივად რო გადაადგილდები მაშინ ახლა ერთი კითხვა აქვე ჩაგეჭრები ბოდიში აი ეგეთი სპორტ ბაიკი რო გინდა ისო და ყოველდღიურად თან საქმეშიც იყენებ რა მოტოციკლის ზაფხულის პერიოდში მით უმეტეს რა არ გიფიქრია რომ უფრო city friendly მოტოციკლეტი ახლა ნახე გისრულებ რომ street bike-ზე დაგკერო რა აი ხა მაგაზე ხო ორი აზრი არ არსებობს რომ ანუ საქმიდან გამომდინარე არ ვიყიდი ბაიქს მე ვიყიდი ჩემი სიამოვნებიდან გამომდინარე და მოვიჯექი ახლა შენი ბაიკი გავტესტე, ქეთოს ბაიკი გავტესტე და კი, ანუ კაი, ორბორბლიანი ტრანსპორტია ჩემთვის და სულ მოპედი იყოს, ორბორბლიანი მოპედიც კი მიყვარს. შენ ჰარლიც გატესტე. კი. შენ ვიყავი და YouTube-ზე დევს ვიდეო ჩვენ რო ვიყავით. აი, ჰარლის და სტრიტ შორის არჩევანს რომელში გააკეთებდი? რა თქმა უნდა სტრიტზე. აჰა. აი არ ვიცი. იცი რატო? ანუ ეგ სტრიტი აი მაიმუნობების საშუალებას გაძლევს რა, ცელქობის და აი იმაზე
პრინციპში ისიც მომყვებოდა, მაგას ვიძახდი, ეგეთი დამყოლი თუ მომყოლი ბაიკი თუ იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. მაგრამ მე გეტყვი რა, მაინც ამ ყველაფერთან ერთად შენ ვიზუალური მხარესაც აქვს ალბათ დიდი მნიშვნელობა, რაც წანიჭებ. ჯდომის პოზიცია ჩემთვის ძალიან კომფორტულია სპორტის. სტრიტი ვერ, ეგეთ გაჭიმული რო ვზივარ ვერ არა. ოკეი. ხო, მაგრამ ეხლა მე გაჭიმული ვზივარ. აბა შემახედე. ბოლომდე გაჭიმული წინ წავალ და ნახე, აბა. მე ეხლა გაჭიმული ვზივარ. კი? არა, ეხლა ჩაფუცით რა და იმითო. კი, გაჭიმული ზიხარ? არა, მაცადე ჩაფუცი ყავდი. აი ეხლა, ესეთ პოზიციაში მე ხო არა ვარ. აი ესაა ჩემი პოზიცია. მე ხო ხედავ ჩემი ტაფი როგორ წარი და არა ვარ გაჭიმული. მაგრამ კლადესე არა ვარ, ხო, ბაზარი არა. ოკეი, კაი, მაგაზე შევთანხმდი. ეგ არის კაი, ჩვენ ბაიკერები ხო სექტა ვარ და სექტებს შორისაც არის კიდე თავი ქვესექტები რა. ის სპორტი, ყველა ვარიანტში, სტრიტი, ყველა ვარიანტში. ხო, ის სტრიტი იყო რა. ძალიან ბევრს გონია რომ აი ეს დამწყების ბაიკები რაც არის ხოლმე რა, მაგალითად ნინძა 250, 300, 400, თუნდაც 650 ეგენი არის ხალხო ყველა სტრიტი რა. ბევრს გონია რომ ეგ არის სპორტი, დამწყების სპორტი. ვიზუალი ქონდა სხვათა შორის სპორტის და ისე როგორც ხო, აი ეგაა და ყველას გონია რომ სპორტია რა, რეალურად სტრიტია. და ძალიან კარგი ბაიკი იყო ისიც, აი ძალიან მაგარი. მართლა ძალიან ბევრი რაღაცა მასწავლა. მაგასთანაც ეგრე ვიყავი ზუსტად რომ აი არ მინდოდა გაყიდვა რა. თან აი ქალაქისთვის იყო ზე კომფორტული ბაიკი, აი. და ძალიან კაი იყო მართლა. მანევრებში ბევრად მანევრირებადი იყო ეხა ჩემთვის ის ბაიკი ვიდრე ეს. ისიც რა 4 თვე მყავდა, 4-5 თვე მაქსიმუმ და გავყიდე. უკვე ვაფუჭებდი რა, იმხელა აბაროტებზე ვამუშავებდი რომ მოიგებდა. ხო. ხო, ანუ გამოწურა რესურსი, ხო? კი. ეს არის, ესე იგი, პირველი იყო Speed Triple, რომელიც ვერა. თუმცა 1050-იანი ძველი რაც იყო, ეგ მოდელი უკვე აღარ მინდა, რომელიც 20 წლამდე გამოდიოდა, 21-დან რაც გადმოდის, 1200-იანი ზუსტად ეგ მოდელი მინდა რა. იმდენად მინდა რომ ეხლა არის ორი ვარიანტი და არის RR-ი, RS-ი და ეხლა გამოგუშვეს ერთი კვირა არის RX მოდელი რა. არ ვიცი. და აი განახებ ძალიან მაგარი არის. RS-ი არის RX-ის დაკიდებით რა. მოიცა RS-ი არის არა დამალებ თავი. RX-ი არის ვიზუალურად RS-ი RR-ის პადვესკი. ტაში მეგობრებო. ტაში. კაი, მაგათგან სამივე მაწყობს, თუმცა RX-ი ძალიან ფუფუნება ერთ კვირა გამოვიდა ვინ მომაშავებს. ამიტომ ის ორი რჩება რა. აუ არა და საფხულში ეს მოსახვეები ძალიან კარგი არის იმისთვის. მოსახვეების დასამუღამებლად რა, კორნერინგისთვის ძალიან კაი ადგილია რა. თავარია ესეთ ადგილებში წყალი ან ხრეში არ დაგხვდეთ. აი ემტენოცა. აუჩარკა. ემტენოცა, აუჩარკა. არ მინდა უბაიკოთ ყოფნა. არა, ხო, მეც აიცო ახალ ბაიკს რო ვყიდულობ ხოლმე სანამ ახალი არ ჩამოვა ძველს ვერ ვყიდი ხოლმე რა. ფუფუნება ეგეთი მიდგომა, მაგრამ რა ვქნა, აი ყველაფერს დავიკლებ და მოტოციკლეთის გარეშე გამიგებენ მოტომოყვარულები რომ ძალიან რთულია რა. მაგრამ მინდა არ მინდა მომიწევს მაგ ეტაპის გავლა. მაგრამ ეხა საფხულში ვერა. მაგას ვერ გავუკეთებ ჩემ თავს. ვაიმე, ამ ძაღლმა თუ შეგჭამა? გულო წადი წინ. ვერა, წადი წინ მე გამომეკიდება. დაი, აუ. წადი წინ მე გამომეკიდება. ოპა. წადი, გაიქეცი. ოღონდ წინ მოსახვევია. აია, ვერ წავალ ეგრე. აუ. აი მე მომზოს. იცი რაზე მინდა და მელაპარაკა. აი ხა როგორი შეგრძნება, როცა მთელი დღე აი სამსახურში ხარ შენ კიდე მოძრაობ, მაგრამ მე გამოცდილება მაქვს ოფისში ჯდომის დაახლოებით 15 წლიანი რა. და
ჩემთვის ძალიან დიდი შვებაა ხოლმე, თუნდაც სამსახურიდან სახლში რომ მოტოციკლეთით ბრუნდებოდი, ეხლა ფრილენსერი ვარ. შენთვის რა არის, როცა თუ გაი იგივე რამეს თუ გრძნობ, როცა სამსახურის მერე თუნდაც მარტო მოტოციკლზე რო ჯდები და გადიხარ რა პროსტა. ნახე, წეღანაც გავაჟღერე რა, მე დილიდან საღამომდე სამსახურის გამო მიწევს ბაიკით გადაადგილება. საღამოს ძალიან დაღლილზე, ძალიან დაღლილი, უხასიათო. დავჯდები ხოლმე ბაიკზე. ანუ ეს გაკატავება და რაღაცა სამსახურია, სამსახურის პონჩი გადაადგილება სხვა თემა, თან ქალაქში და ქაოსში და მუდმივად ყურადღება გჭირდება და მართლა 100 თვალი 100 ყურის ბაიკი 100 თვალი 100 ყური უნდა კონდეს თქო რა და იღლები რა მაინც და აი საღამოს ჩემთვის გაკატავება არის რელაქსი რა აი ეხა ვისვენებ სიამოვნებას ვიღებ და აი მიუხედავად იმისა რომ მოტოციკლეთით დადიოდი საქმეზეც ხო ანუ მთელი დღე ჩანუ ჩემთვის ის არის რომ მარტივად გადასაადგილებელი საშუალებაა ბაიკი რა და ეხა ვიღებ სიამოვნებას თუმცა აი მუშაობის დროსაც რო იყენებ მოტოციკლეთს რამდენად კომფორტულია ალბათ არა? ძალიან კომფორტულია. როცა ისედაც გიწევს სიარული, შეგიძლია ალტერნატივად მანქანა განიხილო, თუმცა როცა ბაიკით აკეთებ საქმეს, მეც როცა მიწევდა ხოლმე თქვათ ოფისიდან წასვლა რაღაც საქმეზე და მოტოციკლით ვიყავი, აი უბედნიერებზე ვიყავი, როცა სხვა თანამშრომლები მანქანით მოდიოდნენ, მე უკვე რავი 1 საათი რო ელოდები იქ, იმიტომ რომ დაჟე ბევრი რო სხვაგან გაიკატავე რაღაცა და მაინც რო ელოდები იქ. მაგრამ იმას ვიძახი ისევ რომ ანუ სამსახურის გამო გადაადგილება სხვანაირი სიამოვნება კერა და კომფორტია რა არც იმ საცობებში უხვდები არც პარკინგისთვის წვალობ აი ეგეც სამხედრო კომფორტია რა ანუ ძალიან დიდი კომფორტია მანქანის დაპარკინგება ერთი დიდი დილემაა რა და ბაიკს კიდე სადაც მინდა, როგორც მინდა, ისე ნუ ახლა შუაგზაზე ვერ დავაყენებ ბაიკს, მაგრამ აი სიამოვნება რასაც ქვია, ეგ არის ჩემთვის აი საღამოს გაკატავება, შაბათ-კვირის რაიდი ან რაღაცა ეგრე რა. აი შაბათ-კვირის რაიდი, თან რა, მაგრამ აი მე როგორ ის მიხარია ხოლმე რომ ამას ხალხს უზიარებ, ჩვენ რომ მივდივართ ხოლმე, იმიტომ კი არა რომ უბრალოდ YouTube-ს ვაკეთებ და რაღაც კონტენტი უნდა შევქ. აი ამ ემოციებს რომ ხალხს უზიარებ, რომ აი რამხელა სიამოვნებაა მოტოციკლეთით გასვლა რა და მაგიტო ხშირად ვიძახი ამ სიტყვას, რომ თუ შენ ახლა სახლში ზიხარ და მიყურებ, ვაფშე გათიშე რა, მობილური ტელევიზორი მერე მიყურე რა, ან თუ გინდა ნუ მიყურებ. თავარი რა არის, რომ ადგე და აწიერთი ადგილი დაждე მოტოციკლეთზე, მოტოციკლეთი წყობაში უნდა იყოს და აი ეს სიამოვნება უნდა მიიღო რა. აუცილებლად რა. იმიტომ რომ აი ყველას ჩვენი ცხოვრებისეული პრობლემები გვაქვს, მატერიალური, მენტალური თუ ასე შემდეგ სხვადასხვანაირი პრობლემები გვაქვს და ხა შეიძლება მატერიალურ პრობლემებს არ შეველი, შეიძლება მაგ ხრივ პირიქით იწეწები ბაზარი არა, მაგრამ მენტალურ პრობლემებს ძალიან შველის. აი ჩემთვის ყველაზე მაგარი ანტიდეპრესანტია რა. ფიზიკური და ახლა ფსიქოლოგიური თუ ანუ რაც არ უნდა იყოს. ხო გეუბნები, აი თუ დავჯდები ბაიკზე და გავუკატავდები, ყველაფერი მავიწყდება რა. მაგას ვღაღადებ სულ ყველასთან. კი. ხო და აი რა ადამიანი მოუწამლე უკვე. აუ მე ყველგან ხო გეუბნები. სადაც მივდივარ და თუ იქ გარკვეულ პერიოდს დავყოფ და სახლიდან ვარ მოშორებული. ბაქტერიასავით ვარ ხოლმე რა, რომ მოვედები იქავრობას, ყველგან მე იქ მოტოციკლეტებს ყიდულობენ ხოლმე რა. ხო რაღაცის თქოს ვაპირებდი და დამავიწყდა. არ ვიცი, რავი, რამის დამატებას თუ ვაპირებ, თორე მე უკვე ეპიზოდი ბოლოსკენ მიმყავს. მე მშვიდობები უკვე ეგ ჩვენი ტრადიციული დამშვიდობებაა ესეთი ერთმანეთს ესევე მშვიდობებით ხოლმე სხვა ვიდეოებშიც გინახავთ ესეთი გულთბილი ღიმილი ნახვამის ვიღიმებით და
მოკლედ მეგობრებო, აი ესეთი პატარა გასვლა მოვაწყეთ დღეს და უბრალოდ აი ესე ძლივს მოვახერხე რომ გულოთ ჩამეწერა და ამიწერეთ კომენტარებში თუ გინდათ კიდე რომ გულოს ინტერაქცია მოხდეს ხოლმე ჩემ ეპიზოდებში და აუცილებლად ჩაერთვება ხოლმე გულოც. დღეისათვის სულ ეს იყო, არხი გამოიწერეთ, გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ. მალე ავალთ 2000 გამომწერზე და სისულელეს გავაკეთებ. აი ესე. ჩემთვისაც საინტერესო იყო ნოდო შენთან სტუმრობა. უნდა გყავდეს ხოლმე სტუმრები. პოდკასტი გამოგვივიდა ხოდზე. კი. ჩემთვის იმდენად საინტერესოა მოტოციკლზე ლაპარაკი და აი ამ თემას როცა ვეხები ხოლმე, всё, მე აღარ ვჩერდები ხოლმე რა, იმიტომ ყველა მოუწამლეთქო იმას, იმიტომ ვიძახი რა. ანუ რო დავიწყებ, აღარ ვჩერდები, იმიტომ რომ ეგ არის ჩემი სიამოვნება, მაგაზე რო ვლაპარაკობ ხოლმე არ მეზრდება, არ ვიღლები. არ დავამთავრებ რა, აი წყალი უნდა დამიდგა რომ აპირი არ გამიშრეს, იმიტომ რომ არასდროს არ მთავრდება რა და ბევრი ახლა ხო ყოფილა ისეთი რომ არ უყვარს ისე მოტოციკლეტები და მე რო ასე ვლაპარაკობ და აი ესე უთქვამთ ბევრჯერ რომ აი როგორ მინდა რომ რამე ისე მევასებოდეს როგორ ჩემ მოტოციკლეტი გევასება. რამე ეგრე მევასებოდეს რა. იმიტომ რომ აი მოუწურავი თემა. აჰა. უი, ახალი გზა გააკეთეს. აი აქ გვირაბი შედის ხო ახალი. ავტესტოპი. რაც უფრო კაი ის გააკეთებე და რაც უფრო ის იქნება. ხო და კარგი. ამოუწურავია ეგ თემა ჩვენთვის. კი, შეგვიძლია დიდხანს ვისაუბროთ ამაზე. მოკლედ მეგობრებო, დღეისაც სულ ეს იყო ჩემი ის და შენი სტაში ვეთქვი და ვიყავს. კარგი რაიდი გამოგვივიდა, პატარა, მაგრამ საკაიფო. დღეისთვის სულ ეს იყო, არხი გამოიწერეთ და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში ახალი ჩილაუთები და ამბებით. დროებით. გაიჯოგინეთ.